თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭება. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მშენებლობის შეტყობინების, შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების, დეტალური გეგმების შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომა-გაჩერების წესების რეგულირების ან სხვა მიზნით. ამასთან თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის მომსახურების საფასური დაუდგინოს. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ქალაქის მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს. პროექტის ინიციატორები ქართული ოცნების წევრები ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე და სხვები არიან. უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე, როგორც ამბობენ, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მის 16 წლიან მმართველობას წერტილი დაუსვა. უნგრეთში 12 აპრილის არჩევნებსა და მის შედეგებზე მსოფლიო პოლიტიკურ სპექტრში და მათ შორის საქართველოშიც ფართო აზრთა სხვადასხვაობაა. ბევრი მათგანი ახალ გარდამტეხ ეტაპზე საუბრობს, რომელიც პეტერ მადიანის ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვება. ყოფილი თანაგუნდელის მადიარის მიერ ორბანის მმართველობაზე გამარჯვების შესახებ კომენტარი ისტორიკოს შალვა თავაძეს ვთხოვეთ. უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნების შედეგებმა არაერთი გამოხმაურება ჰპოვა ზოგადად საზოგადოებაში, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრშიც და პოლიტიკოსები მე მესმის, რომ ამ არჩევნების შედეგებს ცდილობენ, რომ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ და შესაბამისად ამ ტიპის შეფასებებსაც აკეთებენ, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან. მე უფრო მიკვირს ექსპერტებისა და ანალიტიკოსებისა, რომელიც უფრო სიღრმეში არ მიდიან ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რა მაქვს ხედველობაში ახლა. თითქოს რაღაც გარდამტეხი მომენტი დადგა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ გარკვეული დიქტატურა დაემხო უნგრეთში და ახლა დემოკრატიის გზაზე შედგება უნგრეთი. მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდა ის მავნე ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა ზოგადად ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ ყოფილ ქვეყნებში ცივი ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა თავისი მემკვიდრეებს გაუხსნეს ხოლმე გზა პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამოდის, რომ საქმე გვაქვს არა არჩევნების და მის დემოკრატიულ ხარისხთან, არამედ არჩევნების სიმულაციასთან და როდესაც უნდათ, რომ საზოგადოების თვალში წარმოადგინონ ისე, რომ თითქოს ახალი პოლიტიკური ძახა, ახალი იდეებით, ახალი იდეოლოგიით მოდის პოლიტიკურ ასპარეზზე, საზოგადოებაც იმედებს ამყარებს ხოლმე არჩევნებზე და გავა რამდენიმე ხანი და საზოგადოება იმედგაცრუებული რჩება. არავინ არ უკვირდება იმას, თუ რატო ხდება ასე. ახლა არჩევნები ზოგადად დემოკრატიული ფორმაა მესმით, მაგრამ არჩევნების გზით იცვლება ხელისუფლება რუსეთშიც, ბელორუსიაშიც, აზერბაიჯანშიც, საქართველოშიც არჩევნების გზით შეიცვალა ხოლმე ხელისუფლება, მაგრამ საზოგადოება რა მიიღო ამით? შეიცვალა რამე საზოგადოების ღირებულებებთან მიმართებაში, მის იდეოლოგიასთან მიმართებაში? ფაქტიურად არაფერი არ შეცვლილა. წინა პოლიტიკური ძალა ამზადებს გარკვეული დროის განმავლობაში, როცა დაინახავს, რომ საზოგადოება ანტად არის მის მიმართ განწყობილი, წინასწარ ამზადებს პოლიტიკურ ჯგუფს, გადაესვრის ოპოზიციაში და მერე ეს ვითომ ოპოზიცია მოდის ხელისუფლებაში. ამის კლასიკური მაგალითი არის, როდესაც შევარნაძის ხელისუფლება წავიდა და შევარნაძემ წინასწარ თავისი მაპატიეთა და ახალგაზრდა პარტიები გამოუშვა პოლიტიკურ ასპარეზზე, მეის ტრიო მხედველობაში, მიშა სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ჟვანია და საზოგადოებამაც
კარგად მაპატიოს და კარგად გადაყლაპა ეს ყველაფერი დაარქვეს მას სოციალისტური ისა ვარდების რევოლუცია და შესაბამისად თითქოს რაღაც უნდა შეცვლილიყო. დაახლოებით იგივე გათამაშდა უნგრეთში და დღეს, როდესაც რაღაც 2 წლის წინათ ოპოზიციაში ჩაუდგა ახალგაზრდა ფრთა ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ეხლა ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი წავიდა სახლში, ხოლო ის შეხედულებები, რომელიც ორბანს ჰქონდა ძალაში დარჩება, ისევ მე არ ვაფასებ ხა ორბანის პოლიტიკა როგორი იყო, კარგი იყო, ცუდი იყო. მე ფორმა მაქვს ხედველობაში, როგორ იცვლება პოსტსაბჭოთა სივრცეში არჩევნების გზით, სიმულაციის გზით ხელისუფლების ცვლილება როგორ ხდება. არა შეცვლა ხელისუფლებისა, არამედ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების გადაბარება ივე იმ პოლიტიკურ ძალეს შიგნით გამოჩენილ ახალგაზრდა პოლიტიკური ჯგუფთან მიმართებაში. 2012 წელსაც ასე იყო? 2012 წელს სხვა პროცესთან მქონდა საქმე, ეს უკვე ქართულ მენტალიტეტთან არის დაკავშირებული, ორჯერ გაბრაზდა სულ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაზე, ეს იყო ერთი 90 წელს, 1990 წელს, როცა კომუნისტურ რეჟიმზე იყო გაბრაზებული ხელისუფლება და ქართველი ხალხი თავისი ნებით გამოვიდა მაშინ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და გზა გაუხსნა იმ ეროვნულ ძალას. ეს გაბრაზებული ქართველი ხალხის ის იყო, შეიძლება ამ გაბრაზებამაც კარგი შედეგი არ მოგვიტანა საბოლოოდ, იმიტომ რომ იმ ხელისუფლების დამაბრკოლებელი ფორმებიც დამკვიდრდა მაშინ. ხო? და 2012 წელშიდაც გაბრაზებული ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ეხლა ამბობენ რომ უპრეცედენტო ამურშეველმა მიიღო მონაწილეობა რაოდენობა მსხვერპლობაში. რატომ მიიღო? რატომ ამის შემდეგ არ გამოვიდა იმდენი ხალხი არჩევნებზე? იმიტომ გაბრაზებული იყო. აი ქართველი კაცი ჩვენ და სამწუხაროდ თავის პოზიციას კვეთს სუბიექტურ პოზიციას აფიქსირებს მაშინ როცა გაბრაზებულია, რაც იმთავითვე არ არის ასევე კარგი შედეგი. ცხადია, ერთი მხრივ ასახავს სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში, ხოლო მეორე მხრივ მიესადაგება იმ აქტივობებს, რომლებიც UNICEF-ის მხარეს არის დაგეგმილი. სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბავშვებზე ორიენტირებულ დაფინანსებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისას, ბავშვებზე მაქსიმალურად მორგებულ ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ ადგილებში, დედათა და ბავშვთა მხარდაჭერის სერვისებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, მშობელთა დასაქმების წახალისებაზე ფორმალურ დასაქმებაში, ძალადობის პრევენციის საკითხებზე, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობათა განვითარებაზე და ასევე ტექნიკურ დახმარებაზე სახელმწიფოსთვის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის აღსრულების პროცესში. Our collaboration with the ministry goes back in time. We have been working together for the past 30 years, if not longer, and we've achieved so much together. And this is why it's so important that we continue the good work we started. And signing of the work plan today establishes that foundation for implementation of the work plan, of our activities, in order to ensure that we reach all the objectives, all the plans that we have for children in the country. I would like to particularly mention our good collaboration with the Ministry on Violence Against Children, ensuring that that every child is protected, that we prevent this from happening, and the services that are established are child-focused and response to the needs of the most vulnerable children in the country. We look forward to the implementation, monitoring, and successful completion of these work plans. ზესტაფონი ბავშვთა წარმომადგენლობით ტურნირს უმასპინძლებს ფეხბურთში. 3 დღის განმავლობაში 13 წლამდე ფეხბურთელები ერთმანეთს ზესტაფონის თასისთვის შეეჯიბრებიან. შესარჩევი შეხვედრები ბაზაზე გაიმართება, ხოლო ფინალური მატჩები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ტურნირის მთავარი მიზანია პერსპექტიული და ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენა, ასევე ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია. ორგანიზატორები გეგმავენ მომავალში გაზარდონ ტურნირის მასშტაბი და ის ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებად აქციონ. ტურნირის ფინალი 19 აპრილს გაიმართება. გვაქვს მეტად საინტერესო და სასიამოვნო სიახლე, დარწმუნებული ვარ ის
გულგრილს არ დატოვებს არა მარტო ზესტაფონებულ შემატკივარს, არამედ მთელი საქართველოს ფეხბურთის მოყვარულებს. მოკლედ რა ხდება? ზესტაფონში გაიმართება ბავშვთა წარმომადგენლობითი ტურნირი, ზესტაფონის თასის გათამაშება, რომელიც ჩატარდება 17-18-19 აპრილს, მას უმასპინძლებს ჩვენი ქალაქი. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი საფეხბურთო კოლექტივი 13 წლამდელ მოზარდთა შორის. ტურნირის შეხვედრების ძირითადი ნაწილი გაიმართება ზესტაფონის საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე, რომელიც ჩვენ ქალაქში მდებარეობს და ყველამ კარგად ვიცით თუ სად არის მისი ლოკაცია და ფინალური შეხვედრა მესამე ადგილისთვის შედგება უკვე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე. მოკლედ ძირითადი ნაწილი როგორც ერთხელ უკვე აღნიშნე ბაზაზეა და ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები უკვე სტადიონზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებელი შესაბამისი ინტერესით მოეკიდება ამ წამოწყებას, რომლის მთავარი მიზანიც გახლავთ საინტერესო ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმოჩენა, ასევე ბავშვთა ფეხბურთის ბუმის კიდევ უფრო გაღვივება ჩვენ ქალაქში და მინდა ვთქვა და მადლობა უთხრა ის სპეციალისტებს, რომლებიც დღეს მუშაობენ ამ სფეროში ჩვენ ქალაქში, ძალიან ბევრს აკეთებენ ისინი და ასევე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ამ ტურნირის ასაკობრივი, ვთქვათ, კატეგორიები, მონაწილეთა რაოდენობა, ისევე როგორც ხარისხი და სხვა თანდათანობით გაიზრდება. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და მე ვფიქრობ, ასე იქნება, რომ ეს ტურნირი იქცეს ტრადიციად.